ბატონი გრიგოლ გრიგოლაშვილი ძალიან დიდი ღირსებით, პროფესიონალიზმით და კეთილ სინდისიერებით უძღვებოდა იმ საქმეს, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობ ასეთ რთულ პერიოდში უშეცდომოდ ერთ-ერთი არის გრიგოლ გრიგოლაშვილი, ვისის უშუალო დამსახურება ეს არის. ქება წარსულში დარჩა, მოცემულობა შეიცვალა და ივანიშვილის ამ ორი მარიონეტის დამსახურებით გრიგოლ გრიგოლაშვილი ახლა კორუმპირებული და უღირსი ყოფილი ჩინოვნიკია. მეტიც კობახიძემ დინარაძემ ოლიგარქის ძალაუფლების ერთდროს მთავარი ხერხემალი ისე დაამცირეს, რომ დაკავება პროკურატურის დერეფანში გააგებინეს. მათივე დანიშნულ გენპროკურორის წინასწარ დაანონსებული საგანგებო ბრიფინგით. გრიგოლაშვილი პროკურორის კაბინეტშიც არ იქნებოდა შესული, როცა გვარაკიძე მის წინააღმდეგ უკვე დაწერილი ბრალდების ეპიზოდებს ტელევიზორში გამოთქმით კითხულობდა. გამორიცხავთ, რომ შესაძლოა აქედან გამოსულს ბრალიც აკიხებინო. ცისნებაა ყველაფერი. 23 დეკემბერს გრიგოლაშვილი დაკავებას არ ელოდა. ეს ადვოკატმაც რამდენჯერმე თქვა. სუსის ყოფილი უფროსი ფიქრობდა, რომ პროკურატურაში განმარტებები უნდა მიეცა მათ შორის 2 თვის წინ მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე. ამბობენ, რომ გრიგოლაშვილი იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ვერ დაიჭერდნენ, მომდევნო დღეების გეგმა გაწერილი ჰქონდა. სამედიცინო მიზნებისთვის რაიონიდან თბილისში მშობლებიც ჩამოყვანილი ყავდა. მაგრამ გრიგოლაშვილს გეგმები ივანიშვილმა ჩაუშალა. დროს ყველაზე სანდოკაცი მორჩილ პროკურორებს დააჭერინა. ივანიშვილის სხვა მსხვერპლების მსგავსად გრიგოლაშვილიც ახლა რუსთავის მე-12 ციხის პატიმარია. ის იმ საკანში შეასახლეს, რომელიც 10 დღის წინ ზურაგირჩი ჯაფარიძემ გაათავისუფლა. რა მტკიცებულებები აქვს რეჟიმის საგამოძიებო უწყებებს სუსის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ უცნობია. პროკურატურამ 30 ტომიანი საქმის მასალებზე საუბარი ადვოკატს აუკრძალა. თავად კი მხოლოდ ის გითხრა, რომ გრიგოლაშვილი ბიზნესმენებისგან ქრთამს იღებდა, ფარველობდა დანაშაულებრივ კოლ-ცენტრებს და სარგებელი ჰქონდა ბავშვების კვების ტენდერებიდან. საქმეში ბევრი ბუნდოვანება კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ ოლიგარქის ერთდროს სანდოკაცის დაკავების მთავარი მიზეზი არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ მოღალატედ შერაცხულის სამაგალითო ჩემი ინფორმაციით გრიგოლ გრიგოლაშვილს აქვს ძალიან დიდი ფული ბიზნესთვის მოპარული მოტეხილი და აქედან გამომდინარე მის დაჭერაში დაარწმუნებდნენ მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე. გიორგი მუხიგულაშვილი ქართული ოცნების კულუარებს და ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობს. იცის, რომ გრიგოლაშვილის კორუფციული სქემებით წლების განმავლობაში ოლიგარქით სარგებლობდა. 6 წლის განმავლობაში გრიგოლაშვილმა ძალიან დიდი ფული გააკეთა და თქვენ რა გონიათ, რომ ამდენი მილიონი დოლარი გააკეთა და ბიზნესთან კაპიტი არ მიუტანია? არა, ჩვეულებრივად მიქონდა. მაგალითად, ადრე იყო ბიზნესში ხელს აფათურებდა უჩა მამაცაშვილი, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის ინკასატორი, რომელიც აღებული ფულიდან სულ რაღაც 5%-ს იღებდა და სხვათა შორის მაგ ფულის მოტეხვის გამო არის უჩა მამაცაშვილი ქვეყნიდან გაქცეული. და შემდგომ უკვე ჩაენაცვლა გრიგოლ გრიგოლაშვილი. გრიგოლ გრიგოლაშვილი განაგებდა არა მარტო 1 და 2 კოლ-ცენტრს, არამედ 100-120 კოლ-ცენტრი იყო საქართველოს მასშტაბით. გრიგოლ გრიგოლაშვილი, როდესაც პატრონობდა ამ 100-ზე მეტ კოლ-ცენტრს, თითო კოლ-ცენტრიდან თვეში $100,000 იყო გადასახდელი თამის სახით და თქვენ რა გონიათ, ეს თვეების განმავლობაში, ეს წლების განმავლობაში გადაამრავლეთ და რა თანხებთან არის რა თანხებზეა საუბარი და თქვენ რა გონიათ ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი არ იცოდა? კი ბატონო, იცოდა. ივანიშვილმა ისიც იცის, რომ ფულთან ერთად გრიგოლ გრიგოლაშვილი წლების განმავლობაში კომპრომატებსაც აგროვებდა. კომპრომატებს ყველაზე, მათ შორის რეჟიმის ახალ მმართველებზე და რა თქმა უნდა თავად ოლიგარქზე. სწორედ ამ ინფორმაციების საშუალებით შეინარჩუნა სუსის ყოფილმა უფროსმა რამდენიმე თვიანი თავისუფლება. გრიგოლ გრიგოლაშვილი ძალიან დიდი რაოდენობით კომპრომატებს ფლობს. მათ შორის მამუკა მდინარაძეც, მათ შორის ქართული ოცნების წევრების 99%-ზე. მაგრამ ფაქტია ის, რომ თუ კომპრომატები გავრცელდება, ამით მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი დაზარალდება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელზეც ისეთი სახის კომპრომატები არსებობს, რომ საგარეო კუთხით ყველაზე დიდ ზიანს მიიღებს ბიძინა ივანიშვილი. რა მიაყენებს დასავლეთისგან მოძულებულ და სანქცირებულ ივანიშვილს კიდევ უფრო დიდ ზიანს? რა თქმა უნდა დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ოლიგარქის უახლოესი გარემოცვის წევრები პუტინის მკვლელ რეჟიმს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდნენ. გიორგი მუხიგულაშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი მტკიცებულებები გრიგოლაშვილს აქვს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი იმ მეხსიერების ბარათებზე იყოს, რომელიც გამოძიებამ სუსის ყოფილი უფროსის სახლიდან ამოიღო.
ლილუაშვილი რო გამოვიდეს და რო თქვას, რამდენი ტვირთი გავიდა სანქციების გვერდისავლით, რამდენი ნავთობი შემოვიდა, თუნდაც დეკლარირებული, თუნდაც არადეკლარირებული რუსეთიდან. ამ ყველაფერს ხო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა აკონტროლებდა, ხო? ამ ყველაფერში ხო ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, შმაგი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები ხო აკონტროლებდნენ ამ ყველაფერს, ხო? მე მეეჭვება ის, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ჩაჯდეს ახლა 15-მდე და თუნდაც 8 წლით ციხეში და ეს დუმილი შეინარჩუნოს და გრიგოლ ლილუაშვილი თუ გაჩუმდება, მის ირგვლივ მყოფი ადამიანები ვერ გაჩუმდებიან, იმიტომ რომ გრიგოლ ლილუაშვილის ბედის გაზიარება, როდესაც 50 და 100 მილიონი გაქვს მოპარული, არავის არ უნდა. და აქედან გამომდინარე, ჩვენ მალე ვნახავთ ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებზე ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას. ამ ანონსის გათვალისწინებით მალე ივანიშვილსა და მის უახლოეს გარემოცვაზე შესაძლოა არაერთი მძიმე კომპრომატი გამოქვეყნდეს, რაც ისედაც დაზარალებულ ოლიგარქიულ რეჟიმს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ამ პროცესს კი ოლიგარქის ძალაუფლების სადარაჯოზე მყოფები ხელს ვერ შეუშლიან. მამუკა მდინარაძეს და ირაკლი კობახიძეს ყველაზე მეტად სჭირდებათ ეს კომპრომატები საჯარო სივრცეში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს რაც უფრო შეელახება ავტორიტეტი და ბიძინა ივანიშვილი რაც უფრო ჩიხში შევა, მით უფრო საჭირო იქნება მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილისთვის. მუხი გულაშვილი დარწმუნებულია, რომ გრიგოლ ლილუაშვილს მიუხედავად იმისა, რომ დაკავებას არ ელოდა, რეჟიმზე ზემოქმედების გეგმა ექნებოდა. მეტიც ის არ გამორიცხავს, რომ გარკვეული ინფორმაცია თავის დაზღვევის მიზნით სუსის ყოფილ უფროს პარტნიორებისთვის უკვე გადაცემული ჰქონდეს. თქვენ რა გონიათ ლილუაშვილის მტკიცებულებების გარეშე ისეთი დაზვერვის სამსახურები ყავს თუნდაც ამერიკას საქართველოში, რომ საბაჟოზე თვითონ ტერმინალში რა ტვირთი შედის და რა ტვირთი გამოდის, იმას გაიგებდა? ეგ არის აბსურდი. ეს ყველაფერი არის წინასწარ თავის დაზღვევის მიზნით შემდგომ პატრონაჟის პირობით ლილუაშვილის გავრცელებული ამბები და არა მარტო ლილუაშვილის გავრცელებული ამბები. ღარიბაშვილი სადაც დადიოდა, ყოველთვის ბიძინაზე ჭორაობდა. ყოველთვის მის მანკიერებაზე და რაღაც ახირებებზე და აკვიატებებზე ლაპარაკობდა. თავი რო გადაერჩინა და ბიძინა ივანიშვილის ჭორაობით ღარიბაშვილი ერთგვარ ნდობას იმსახურებდა თუნდაც ევროპაში, თუნდაც ამერიკაში. და ღარიბაშვილს ზუსტად ეს ჭორაობა მიუხვდა ბიძინა ივანიშვილი და ზუსტად მაგ ჭორაობას გადააყოლა ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი, მეტი არაფერს. ბრალდებულ ღარიბაშვილს ნეგატიური როლი შესაძლოა გრიგოლ ლილუაშვილის საქმეშიც ჰქონდეს. გიორგი მუხიგულაშვილმა ქართულ ოცნებაში საკუთარი წყაროებიდან იცის, რომ ყოფილმა პრემიერმა თავისუფლება მხოლოდ მილიონიანი გირაოთი არ იყიდა. მე ჩემი წყაროს ინფორმაციით ღარიბაშვილს უთხრეს, რომ ამდენი ფული აქვს გრიგოლ ლილუაშვილს მოპარულიო და ღარიბაშვილი გაბოროტდა მასზე და მიხვდა, რომ ღარიბაშვილს ძალიან დიდ ფულს უტეხავდა გრიგოლ ლილუაშვილი და ღარიბაშვილსაც აქვს ძალიან ბევრი ინფორმაციები საგამოძიებო სტრუქტურებისთვის მიცემული გრიგოლ ლილუაშვილს. ღარიბაშვილმა ითანამშრომლა და აბსოლუტურად ყველა მაღალჩინოსანი ყოფილი თუ მოქმედი, აბსოლუტურად ყველა ჩაუშვა ყველა კონკრეტულ სისხლისამართლის საქმეებში. თუ ღარიბაშვილმა ყოფილ თანაგუნდელებზე ნამდვილად ითანამშრომლა, მაშინ ვინ შეიძლება იყოს შემდეგი? ისეთი, ვინც შესაძლოა კობახიძე მდინარაძის სიაშიცაა, თუმცა დღემდე დაჭერა ვერ შეძლეს. ასეთი შესაძლოა იყოს ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომლის გვარიც კორუფციულ სქემებს ასევე უკავშირდება. თუ ნამდვილად ელიტური კორუფციისგან და მძიმე მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას სურთ, გომელაურის დაგროვილი დიდძალი ქონების კანონიერებაც უნდა შეისწავლონ. მაგრამ გიორგი მუხიგულაშვილმა გითხრა, რომ ივანიშვილის ყოფილ მცველს ბატონისგან ჯერ გარანტიები აქვს. გომელაურის და ხარაზიშვილის ერთად გამოჩენა ეს არ იყო შემთხვევით გადაღებული, ხო? სპეციალურად გადაღება ეს იმას ნიშნავს, რომ ხარაზიშვილს ყავს ძალიან ფანატიკური მიმდევრები, თავის სტრუქტურაში დასაქმებულები, რომლებიც თვითონ გამოზარდა ეს ფანატიკური მიმდევრები, რომლებიც არიან ძალიან საშიში ადამიანები. გომელაურმა ბიძინას ერთგვარი სიგნალი გაუგზავნა, რომ იცი რა არის, მე თუ შემეხები, მე მარტო არა ვარ. ხარაზიშვილი გვერდზე მყავს და ხარაზიშვილის გაურკვეველი წარმოშობის რაზმი ისევ მწყობშია. და აქედან გამომდინარე ვახტანგ გომელაურს ჯერ ბიძინა ივანიშვილი ვერ შეეხება, მაგრამ აუცილებლად მოვა მაგის დროც, იმიტომ რომ ბიძინამ ისწავლა ფრთხილად ადამიანის გარშემო სიარული და ბოლოს მოგუდვა, ხო?
როდის მიუახლოვდება ივანიშვილი გომელაურს, მხოლოდ კობახიძე მდინარაძეზეა დამოკიდებული. ბოლო თვეებია ოლიგარქისთვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ისინი არიან. ძირითადად მათგან მიღებული ნამდვილი თუ გაზვიადებული ცნობებით იღებს ეჭვიანი ბატონი გადაწყვეტილებებს. კობახიძე მდინარაძეც ამით სარგებლობენ და ნელ-ნელა იშორებენ ყველას, ვინც ოლიგარქის მაგიდასთან მათყოფნას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას. ბიძინა ივანიშვილმა გამოზარდა ყველაზე ძლიერი კაციჭამია ვირთხა კობახიძის სახით. და ეხლა ეს ვირთხა, აი თუ დააკვირდებით, კობახიძის ხელით გაანეიტრალა ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა. ეს იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, პრემიერები თუ მინისტრები, კობახიძის ხელით გადაწყვეტა ყველაფერი. ხო და ზუსტად ისეთი ადამიანი ყავს შექმნილი, როგორც მას უნდა. როგორ არის იცით, ერთს მეორეს მოასპობინებს და ამ მეორეს მერე მესამის მოსასპობად იყენებს და ესე ქმნის კაცჭამია ვირთხებს და დღეს ჩვენ ხედავთ ქვეყნის პრემიერს მოზრდილი თმებით კაცჭამია ვირთხის როლში. იცნობს რა ოლიგარქის ბუნებას გიორგი მუხიგულაშვილი არ გამორიცხავს, რომ მალე ლილუაშვილის ბედი მამუკა მდინარაძემაც გაიზიაროს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ბიძინა ივანიშვილის ეჭვიანურ ხასიათს, ხო? მამუკა მდინარაძე კარგად რო ვერ დაამთავრებს თავის პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეობას, ეგ ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ მამუკა მდინარაძემ ბევრი ტყუილი აუტარა ბიძინა ივანიშვილს, რაც რითიც ისარგებლა მამუკა მდინარაძემ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც თავისივე ეჭვების ტყვე არის. და მას თუ რაღაცნაირად ოდნავ შეუფითილებ, ჩვეულებრივად შეთქმულების თეორიებში გადააგდებ მაგ ადამიანს და ამით მამუკა მდინარაძე სარგებლობს. ისევ ლილუაშვილის საქმეს რომ დავუბრუნდეთ. ალბათ უკვე მარტივი და სანახია, რომ სუსის უფროსის თავისუფლება ოცნების შიდა კლანურმა დაპირისპირებამ შეიწირა. ოღონდ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ის საჯარო თქმულ ბრალდებებში უდანაშაულოა. არა, ლილუაშვილი ალბათ მართლა შოულობდა დიდ ფულს. ამაზე მედია წლების განმავლობაში საუბრობდა, თუმცა სისტემა მაშინ ოლიგარქის ძალაუფლების ხერხემალს თავგამოდებით იცავდა. მისი დაჭერის ნებართვა ივანიშვილმა მხოლოდ ახლა გასცა, როცა პრემიერად კობახიძე ყავს. რეჟიმის ძალაუფლების მცველად კი უსაფრთხოების მაიორამდე დაწინაურებული მდინარაძე. მისი დაჭერა კობახიძის რაღაცა ესეთი ამოცანა იყო რა, ეგზისტენციალური ამოცანა, რომელსაც მანამდე ვერ მიაღწია, იმიტომ რომ იქ ხან მოერიდნენ შესაძლოა ლილუაშვილის რაღაცა შესაძლო კომპრომატების გამო, იქ იყო საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ლილუაშვილის კავშირები ამერიკასთან და შეიძლება რაღაცა ანგარიში უწევდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც ჩანს დაარწმუნა ივანიშვილი, რომ ეს კაცი არის დასაჭერი. ამიტომ ეს ინტერესები ასე დაემთხვა ერთმანეთს, რომ ანუ ივანიშვილის პარანოია და მისი ეს რაღაცა ეჭვები და მეორეს მხრივ კობახიძის პირადი ინტერესი. მაგ 4 ბრალის კი არა, 40 ბრალი შეიძლება წაუყენოთ გრიგორ ლილუაშვილს. სხვა მე შემიძლია მაგალითად ვანში დაგზავნოთ ბიზნესები, ქვის კარიერებიდან დაწყებული გზების მშენებლობით დამთავრებული, რომელიც იყო ლილუაშვილის, იქიდან იღებდა წილებს და შეგვიძლია მაგაზე წაუყენოთ ბრალი ლილუაშვილს. ხო, ანუ უამრავი ბრალი შეიძლება იყოს. უბრალოდ ამას პროპაგანდა არჩევს იმის მიხედვით, აი როგორ გაყიდის ადვილად მერე მის ამომრჩეველებში. ხო, აი იქ რაღაცა ბავშვებს ბაღიდან საჭმელს პარავდა. კოლ-ცენტრებით აფინანსებდა ოპოზიციურ არხებს და ეს კოლ-ცენტრებს მერე უკავშირებენ რაღაცა ოპოზიციურ ბიზნესმენებს კონკრეტულებს და აი ცდილობენ რომ აი როგორც მოღალატე ეს რაღაცა იალისი მიაწებოს. თუმცა ამბობენ, რომ ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაციას, რომელსაც ის კობახიძე მდინარაძის მეშვეობით ატარებს, ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, მათ შორის ოჯახშიც. ბერას მოტივაცია შეიძლება იყოს ორი. ერთი ის რომ მართლა რაღაცა შეიძლება მამამისისგან განსხვავებით ცოტა საღიაზრი აქვს შერჩენილი და ხვდება რომ ეს კობახიძე თუ ყოველს დაიჭერს გარშემო მათ უახლოეს გარემოს ვიწეროს. ერთი კაცი არ იქნება ვისაც დაურეკავენ რაღაც მომენტში როცა მათ დაჭირდება და შეიძლება ბოლოს თვითონაც დაიჭიროს ივანიშვილები. საერთოდ არ არის გამორიცხული ასეთი სცენარი მოხდეს თეორიულად და მეორე ამბავი რომ შესაძლოა თავადაც ფიგურირებს რამე ისეთ საქმეებში კოლ-ცენტრებიდან დაწყებული ნებისმიერი ამ რაღაც კორუფციის სქემებით გაგზავნებული, რაზეც ახლა ამ ხალხს იჭერენ და თუ ეხა ლილუაშვილის დაჭერა შეიძლება ღარიბაშვილის დაჭერა შეიძლება კოლ-ცენტრების და კორუფციის საქმეზე, ბერა ივანიშვილის დაჭერა რატო არ შეიძლება? ხო, თეორიულად ეს დაშვება შეიძლება არსებობდეს. თეორიულად იმის დაშვება შეიძლება, რომ ლილუაშვილის შემდეგ კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. რაც ვერ ქნა სუსის ყოფილმა უფროსმა თავისუფლებაზე, შესაძლოა დაპატიმრების შემდეგ მოახერხოს და დედაქალაქის მერს სერიოზული სამართლებრივი პრობლემები შეუქმნას. ლილუაშვილის საქმეში საბავშვო ბაღების ტენდერების ეპიზოდმა კითხვები კახა კალაძის მიმართაც გააჩინა. თუ ბაღების
პრეზიდენტოს გაქცეული ხელმძღვანელი ბავშვების საჭმლის პულს იპარავდა, რასაც აკეთებდა ამ დროს მისი ხელმძღვანელი მერი. ყველა კითხვაზე გამოძიება გაცემ შესაბამისად. გამოიკითხეთ ბაღების საცავი. რამდენიც არ უნდა უარყოს 20%-იანმა მერმა დანაშაულთან კავშირი პასუხისმგებლობას ალბათ ვერ გაექცევა. მას უკვე უწევს იმის მტკიცება, რატომ ვერ გააკონტროლა, რაში იხარჯებოდა და ვის ჯიბეში მიდიოდა ბავშვების ხარისხიანი კვებისთვის გამოყოფილი ფული. თუმცა თუ კალაძის დაჭერა ნამდვილად გადაწყდება, მას სხვა საქმეებსაც გაუხსენებენ. კალაძის გარშემო რო კარგი მდგომარეობა არ არის, ეგ ამას ყველა ვხედავთ, ხო? მოადგილეც კი არ ყავს კალაძეს თავის. გიორგი ტყემალაძე არის კალაძის მოადგილე, რომელიც არის კალაძის პირდაპირ მტერი და მისი პირდაპირ ასე ზედამხედველი მერიაში. კალაძის შემთხვევაში არის ესეთი ინფორმაცია, რომ მან რაღაც ნაწილი გადაიხადა იმ თანხის, რაც ივანიშვილმა მოსთხოვა. ანუ ამით მან ცოტა ხანი ეს რაღაც თავისუფლება თუ რაღაც უსაფრთხოება იყიდა. გარდა ამისა, კობახიძეისთვის კი კალაძის კონკურენტია, მაგრამ კალაძე არ არის ესეთი, ასე ვთქვათ, თავარი მტერი. საერთოდ კალაძე ის კაცია, ვინც მოიყვანა კობახიძე ქართულ ოცნებაში. შესაბამისად, მაინც გარკვეული ტიპის კავშირები არსებობს და ესეთი პირდაპირ საფრთხე კობახიძეთვის არ არის, თუმცა კალაძე არ არის მაგალითად ივანიშვილის ფავორიტი პერსონა. და ეს დიდი ხანია ასე არის, ვიცით და ის საერთოდ არ არის მასთან კარგ ურთიერთობაში. კალაძე არ არის დღეს პოლიტიკურად საფრთხის შემცველი ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბევრი კომპრომატებია კალაძეზე, მაგრამ როგორც კი ბიძინა ივანიშვილი აიღებს სუნს იმისა, რომ კახი კალაძეს შესაძლოა მისთვის პრობლემა გახდეს, ნუ კახი კალაძეს ვიხილავთ იგივე ნავში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლი ლუაშვილი ზიან. ბიძინა ივანიშვილი ახლა როგორც ჩანს, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს. ამისთვის კი მზადაა საჯაროდ დასაჯოს და დაამციროს ადამიანები, რომლებიც მისი უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ. ივანიშვილს ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან საქმე შეეძლო ფარულად, კულუარებში გაერჩია, მაგრამ მან საჯარო რეპრესიების გზა ირჩია და ამას თავისი მიზანი აქვს. მან გადაწყვიტა, რომ თუ შეიძლება ასე ითქვას, ტყავი გამოიცვალოს და დაიწყოს ახალი პოლიტიკური ცხოვრება. რატომ გადაწყვიტა მან და დაიწყოს ახალი პოლიტიკური ცხოვრება? იმიტომ რომ მას უნდა ძალაუფლების შენარჩუნება. მას ვერ წარმოუდგენია იყოს ცოცხალი და არ იყოს ძალაუფლების სათავეში. იყოს მოქმედი და ხელთ არ ეპყრას, ასე ვთქვათ, ძალაუფლების სადავეები, ხო? ეს მისთვის უკვე წარმოუდგენელია. სანამ ის ცოცხალია, მანამდე ის უნდა იყოს ძალაუფლებაში. ასეთი, ასე ვთქვათ, მისი პარადიგმა თუ შეიძლება ასე ითქვას, ან მისი წარმოდგენა. მაგრამ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, გჭირდება ლეგიტიმაცია, გჭირდება დააჯეროს საზოგადოება ან ადამიანები იმაში, რომ შენ ღირსი ხარ ძალაუფლების და შენი ძალაუფლება სამართლიანია. საზოგადოების ამაში დარწმუნება ოლიგარქს ალბათ უკვე გაუჭირდება, რადგან მისმა სიტყვამ ფასი დიდი ხანია დაკარგა. ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ მთავარი გზავნილები მშვიდობის უზრუნველყოფის და გენდერული იდენტობის დაცვის შესახებ მოძველდა. შესაბამისად სჭირდება სიახლე, რის გამოც ერთგული მსახურების სამაგალითო დასჯა იყო აუცილებელი. ის ცდილობს, რომ ძველ შემადგენლობას, მთავრობის და ხელისუფლების, რაც არ უნდა ახლოს ყოფილიყვნენ ეს ადამიანები ივანიშვილთან, შეაზილოს ყველა, ასე ვთქვათ, ცოდვა, ყველა ტალახი და თვითონ გამოვიდეს ასპარეზზე, როგორც ადამიანი, რომელმაც ყველა უბედურება წარსულს გადააბარა, მას ყავს ახალი გუნდი. და ახალი გუნდით ის აპირებს საქართველოს მომავლის მშენებლობას. ახლა შეიძლება მე მიკითხოს, რომ კობახიძე როგორ ახალი, როდესაც ის 2016 წლიდან არის ამ გუნდის წევრი, ან იგივე მდინარაძე და შემდეგ, მაგრამ ეს ხალხი ახალია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არასოდეს ყოფილან გამწევი ძალა, ასე ვთქვათ, არასოდეს ყოფილან აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები. ივანიშვილის ახალი გეგმები და ტრუკები ცალკე რეპორტაჟის თემაა. ამ სიუჟეტში მხოლოდ იმის ჩვენება მინდოდა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად როგორ ჭამს ოლიგარქი მისივე გამოზრდილებს. ივანიშვილის რუსულ რეჟიმში თანამდებობები დროებითია, ფულის შოვნა ლიმიტირებული. ვერც კობახიძემ მდინარაძე იქნებიან მუდმივად. ბატონი მათ შავ საქმეებს გააკეთებინებს და მერე დაემშვიდობება. გაუმართლებთ თუ წინამორბედების მსგავსად საბრალდებო სკამზე არ აღმოჩნდებიან. ამბობენ, რომ ოლიგარქის მთავრობაში ახალი გადანაწილება გაზაფხულამდე იქნება.